მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მოკლედ ჩართვა, როგორც იცით, ეს არის გადაცემა, სადაც თქვენ გაქვთ საშუალება, რომ გამოვთქვათ თქვენი მოსაზრებები ამ თუ საკითხზე, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ბუნებრივია ჩვენ დღევანდელ დღეზე ვისაუბრებთ. გვაინტერესებს, როგორ მოგეწონათ ის თუ როგორ აღინიშნა და აღინიშნება კიდეც დამოუკიდებლობის დღე ჯერ კიდევ აღინიშნება. გვაინტერესებს ეს ღონისძიება თუ იყავით რუსთაველზე და მოგეწონათ თუ არა ეს ყველაფერი, მოგწონთ თუ არა ეს ტრადიცია, როგორც აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე. მოკლედ ველოდებით თქვენს ზარებს ტრადიციულად ტელეფონის ნომრებზე 237 139 239 139 გვექნება ალბათ სულ მალე ქუჩის გამოკითხვას, თუმცა მანამდე ვიდრე ქუჩის გამოკითხვა იქნება მზად, მოდით ჩვენ მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, ამიტომ ველოდებით თქვენს ზარებს უკვე ტელეფონის ნომრებზე. პირადად მე ვიყავი რუსთაველის გამზირზე, შემიძლია გითხრათ და ბევრი საინტერესო რამ ვნახე, მათ შორის ბავშვებს ძალიან მოსწონთ სამხედრო ტექნიკა. თქვენ როგორ აფასებთ იმას, თუ როგორ აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე, რამდენად მოგწონთ? ეს არის ჩვენი შეკითხვა. მოდით ნახოთ ქუჩის გამოკითხვა და შემდეგ უკვე თქვენ ზარებს მოვუსმინოთ. კი, რა თქმა უნდა, მომწონს. როცა საზოგადოება არის ერთად და ყველა ერთად რაღაცას აღნიშნავს და ზეიმობს, ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა და ბავშვები არიან პირველ რიგში აქ მნიშვნელოვანი და მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ძალიან. რა მოგეწონათ ყველაზე? აი, ღონისძიებები ინფორმირება ხალხის თუ რა სერვისები აქვს ქვეყანაში განვითარებული და ასე შემდეგ. რა ვიცი, კი, ალბათ მომწონს. რა მოგეწონათ ყველაზე? რა ვიცი, ახლოს გავეცანით ყველაფერს, რა ვიცი, საინტერესო იყო ტექნიკაც, დანარჩენი ყველაფერი, რაც გამოფენილი იყო, საინტერესო იყო პრინციპში. პირველ რიგში ის მომეწონა, რომ ვისვენებთ. მერე ის რა ბავშვები ერთობიან და ეგ მომწონს პირველ რიგში და მეც ვისვენებ. დასვენება მომწონს დასვენების დღეს. განიშნა მოსაწონი არის, კი. მე დიდი ხანი არ ყოფილი ვარ, ახლა ისე გავიარე და რა ვიცი, ხიარულობენ ხალხი და ესა. კი, არა უშვის, კაია. რა მოგეწონათ ყველაზე? ნუ ბავშვების გასართობები. კი. რა მოგეწონათ ყველაზე? ყველაფერი. კი, რაცალ მოგეწონა, ძალიან კარგია. ყველაფერი, რა ვიცი, ბავშვები კარგად ერთობიან, რაღაცა. რა ვიცი, რა თქვენ მოგწონთ, მომწონს ესახა, როგორ თქვენ მოგწონთ ესა. რაც გამოფენილია, ძალიან მოგვეწონა და გავერთეთ შეძლების დაგვარად ახალგაზრდები და ახლა მოვედით უნივერსიტეტის გამოფენაზე. არა, სიმართლე გითხრათ. რა ვიცი, რაღაცა არაორგანიზებული მგონია ეს ყველაფერი. ერთი სიტყვითაც არაფერი ათქმულა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიაზე. რაც შეეხება ეს ფორმა უფრო იცით რაღაც ედგარ ფიესტას გადამღერებად მიმაჩნია. არ მიმაჩნია, რომ სწორია. ეს 26 მაისი უნდა იყოს სახელმწიფო ძლიერების დემონსტრირების დღე და სამხედრო პარადი ამ შემთხვევაში აუცილებელია. მე გასული წლების შედარებით რაღაც არ მომწონს. არა ვარ მე მაგ იმაზე, რომ რაც გასული წლებში იყო აქ შესრულებული, მაგის ნახევარი არაფერი არ გეტდება. ძალიან მოგვეწონა. ნუ ძალიან ყველაფერი მოგვეწონა საერთოდ საქართველოში პირველად ვარ ამ ზეიმზე. უკეთესი იქნებოდა რომ სამხედრო სტილი ჩატარებულიყო და რახან არ ჩარდა და საზეიმოებერი ესეც საკმარისია. ქართულ ხალხს ყველაფერი გვაკმაყოფილებს. ნორმალურია, საკმარისია. რა მოგეწონათ ყველაფერი ბავშვები გაერთნენ. აგერ ბატულზე ხტომა იყო, ლექსები წაიკითხეს, სიმღერები იყო და ასეთი გასართობი სხვა ახლა შეიარაღებით ვერავის ვერ გავაკვირვებთ. დამოუკიდებლობის დღეს უფრო სხვანაირად შეეფერება. როგორც იყო რა, ადრე ეს აღლუმი, ისე რა პრეზიდენტი რო იბარებდა. ეს არის უფრო ის საბავშვო რაღაც. ძალიან მოგვეწონა ბავშვების გაერთენ. რა მოგეწონათ? რა ვიცი, ყველაფერი, საბრძოლო იარაღები დაათვალიერეს და განსაკუთრებით ბიჭს მოეწონა. ძალიან მომეწონა. ყველაფერი, ხალხთა ერთიანობა და გაერთიანება და სიყვარული და ჩხუბი რო არ იყო. მაშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში, ველოდებით თქვენ ზარებს, გვაინტერესებს თქვენ თუ მოგწონთ როგორც აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე და საერთოდ რას ფიქრობთ ამ დღესთან დაკავშირებით, საერთოდ რამდენად გრძნობთ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეს, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ესეც საინტერესო კითხვაა, შეიძლება ამ კითხვის დასმაც დღეს. შეგვიძლია ორივე თემაზე ვისაუბროთ, რამდენად მოგწონთ ის როგორ აღინიშნება და რამდენად გრძნობთ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ. გამარჯობა, გისმენთ. მშვიდობისა გილოცავთ დღევანდელ დღეს. და სრულად საქართველოს ვილოცავ, რაც შეეხება დღევანდელ დღეს. ძალიან კარგი იყო, მე ასე ვთვლი. პარადის ახლა მამაკაცმა აღნიშნა, რომ არ იყო პარადი და რაღაც
როდესაც გამარჯვებული ქვეყანა არ უნდა იაღლომო ასე ვთვლი. კი ბატონო და დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ რამდენად გრძნობთ თავს? როგორც ადრე ისე დღესაც. ანუ თავს თუ გრძნობთ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ? მაინც დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე ვარ. კი ბატონო, გასაგებია, კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. საღამომშვიდობისა. დიახ, გისმენთ. მე არ ვზნობ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ. ძალიან კარგად ვიცი ვიზე ვარ დამოუკიდებულები და ეს არის ყველაფერი სისულელე და ბავშვები თუ კარგად გაერთენ, ეს ძალიან მიხარია და ესე იგი ბავშვებისთვის რაღაცა მოუწყიათ გასართობად. არც იარაღი არა გვაქვს, არც თუ სამი თვითმფრინავი, რაღაც საცოდაობა ეს ყველაფერი და ჯობია ცოტა აზრზე მოვიდეს სულ ყველა. და ძალიან გავს ნაციონალები რო აწყობდნენ რაღაც ალბათ მე არ ვიცი მე არ ყოფილი იმიტომ რომ არა ვარ ისე კარგი ჯეთი სად უნდა წავიდე რა არ მაინტერესებს. Claro, ნაციონალების დროს იყო სამხედრო აღლუმები. აღლუმის გარეშეც ხო ატარებდნენ არა რაღაც გრაფიკებით და რაღაც სამინისტროები რო იყვნენ გამოსულები და ნუ ამათ არც კრეატიულობა არაფერი საერთოდ არაფერი არ აქვს. მოკლედ არ ვიცი. კი ბატონო, მოკლედ არაფერი არ მოხდა. საშინელება ეს ყველაფერი არის საშინელება. გასაგებია. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად გრძნობთ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ? ერთი ეს მაინტერესებს და მეორე, რამდენად მოგწონთ ის ფორმა, როგორც აღინიშნა დღეს დამოუკიდებლობის დღე? თუ არის მაყურებელი, მივესალმები, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო მერაბ. ის რომ არ იყო ეს ღონისძიება მილიტარიზებული და პრაქტიკულად ფული არ იყო გადაღრილი მაგაში, ეს მისაღებია მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი ის რომ ეს თელი დღესასწაული და ღონისძიება კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების მოსატყუებლად, იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებლობა მოსაპოვებული გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა დღესდღეობით არის ჩარჩი ბიზნესმენების და პოლიტიკოსების ხელში. და ჩვენ კარგად ვიცით, რატომ მიყავართ ხელისუფლებას ევროპისაკენ, რომ მოიშოროს მოსახლეობის დიდი ნაწილი სახელმწიფოდან და თავისთავად ხადია. მე პროტესტის ნიშნად არ გავედი, რომ ეხლა ბავშვი არ ვარო, მომატყუონ და რაღაც თქვენ ამ სათხუარათი დავმოყოფილდი, რომ აი ჩვენ მოკლედ თავს ვერ გრძნობთ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ? იცით რა შეასაქმე, მე დამოუკიდებლობა იმისთვის არ მინდოდა მაშინ, როცა მაგას ხარც უჭერდი, რომ სახელმწიფო გავსებულიყო კაზინოებით, ტოტალიზირებით, ცაროსკიპოებით და ესეთი ჩარჩი ბიზნესმენებით, არამედ უფრო განვითარებული ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო. ნუ ეხლა მანდამდე უნდა ვიაროთ, ნელ-ნელა. ვერ აღვზნობ, აი ვერ აღვ. მე თავს ვსლობ პრაქტიკულად ჯერ კიდე აი ამ ჩარჩი ბიზნესმენების და პოლიტიკოსების ზეგავლენის მყოფ ადამიანად. კარგი, გასაგებია თქვენ მოსაზრება, დიდი მადლობა. თქვენ თუ გრძნობთ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ და რამდენად მოგწონთ ის ფორმა, როგორც აღინიშნა დღეს დამოუკიდებლობის დღე, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. დამოუკიდებლობა. ჩვენ არასდროს დამოუკიდებელი არ ყოფილვართ. ვიყავით საბჭოთა კავშირში, იმათო ხელქვეითი ახლა და ამერიკის ხელქვეითი, ამიტომ არასოდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იქნება. თქულა ნუ ვიტყუილებ თავს. ეხლა ამერიკა გეუბნება ეს ასე გააკეთე, ეხლა არის ორი თანაც. ევროპაც და ამერიკაც, მაშინ მარტო ერთი რუსეთი იყო და ის კარგნა. მოკლედ ის თუ ვინმეს დაუჯერენ, ნიშნავს რომ დამოუკიდებელი არ ხარ? არა ვარ დამოუკიდებელი. თუ კაის გეუბნებიან? დამოუკიდებლად უნდა ვწყვეტდეთ ჩვენ რაღაცებს. ხა, აი რას ვერ ვწყვეტთ მაგალითად? ძალიან ბევრ საკითხს. მაგალითად? გეუბნებიან ეს ასე დირექტივას იძლევა. არა, ის გეუბნება რომ შენ თუ გინდა, თქვათ, ევროპაში შემოსვლა, ასე კენდა, თუ არ გინდა, კისერის გიტეხიაო, კაცო. არ გაგაძალებს არა. გიტეხიაო, რატო გიტეხია შენი ტრადიციით, შენი თუ გეკუთვნის. ჩვენი ტრადიციით შევიდეთ. კარგით, გასაგებია. მე არ გეუბნები, ჩვენ ძალიან საწავიდა. კარგით, გასაგებია თქვენ მოსაზრება. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, რამდენად მოგწონთ, როგორ აღინიშნა დამოუკიდებლობის დღე და რამდენად გრძნობთ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ. გამარჯობა გისმენთ. მოგესალმებით, ბატონო მერაბ. დიახ, მოგესალმებით. მე ასე გეგვიტყოდი პირდაპირ, გამოკითხვაზე კარგად ჩანდა ყველაფერი, გამოკითხვის შინაარსი რომ ეს არის დასვენების დღე და ბავშვების გართობის დღეო. აი, ზუსტად ასახა იმ ხალხმა და ეს არის ყველაფერი ბუტაფორია და მოტყუება იქ არაფერი არ არის. საერთო დამოუკიდებლობის დღე საქართველოს უნდა ზეიმობდეს 9 აპრილს, იმიტომ რომ ეს 26 მაისი იყო რუსეთის იმპერიის დამხობის დღე არის. ეს 26 მაისი გადმოგეხსენებათ, ჩვენ დემოკრატიულ საქართველოს რო აქვს 26 მაისი და
გასაგებია თქვენი მოსაზრება დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ რამდენად გრძნობთ თავს? არა, ბატონო მერაბ, არც დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ გრძნობ თავს და არც დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქედ. აი, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ რატო არ გრძნობთ თავს? იმიტომ ვაგრძნობ, რომ დამოუკიდებელი მე არა ვარ, გაცო, მე ჩემ თავზე მე არა, როცა ადამიანს სამუშაო არ აქვს ამ ქვეყანაზე. როცა ხელფასი არ გააჩნია, პენსია არ გააჩნია, იმის დამოუკიდებლობა ვინ გაიგონა? დამოუკიდებლები არიან მინისტრები, დეპუტატები და ეს მთავრობის წევრები. ესენი არიან ყველაფერი, ესე იგი, დემოკრატიას მაგათთვის არის და ყველაფერი. ხალხისთვის აქ არაფერი არ არის. კარგით ბატონო, თქვენი მოსაზრებაც გასაგებია, მოკლედ თქვენ რამდენად გრძნობთ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ? გამარჯობა. არა, გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ნუ პრინციპში ღონისძიება, ესეთინაირი ღონისძიება უფრო მომწონს ვიდრე პარადები, აღლუმები და სხვა ჯანდაბები. კი ბატონო. ეგ პირველი და დამოუკიდებლობა ეხლა გეტყვით, значит, ვაშინგტონის აპკომი, ევროპის გარკომი, მოსკოვის რაიკომი, რომელი კიდევ თქვა, სუპერლა ვისაც არ ეზარება რაღაცას კარნახობს და მისი აღმატებულება $. აი, როგორ ვარ დამოუკიდებელი ერთი გამაგებინეთ. კი ბატონო, ანუ ვერც თქვენ გრძნობთ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ. ვერა, სამწუხაროდ ვერა. გასაგებია, კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. გისმენთ ბატონო. ალო. გისმენთ. ალო, ბატონო მერაბ. გისმენთ, კალბატონო. ადრე თქვენ ცოტა ისე სხვანაირ კითხვებს ვამდით. ეხლა ესეთი კითხვა დასვით, რომ ალო, უნდა ჩამოთვალოთ 4 კრიტერიუმი მაინც უნდა დაასახელოთ, რითაც ჩვენ ვიგრძნობთ, რომ დამოუკიდებლები ვართ. ასე ზოგადი დამოუკიდებლობა არ არსებობს ხება. ეს არის თქვენ ჩამოთვალეთ რაც გინდათ, მე ზოგადი კითხვა დაგისვით, კალბატონო. გისმენთ. არაფერი დამოუკიდებელი არა ვართ. აბსოლუტურად წინა გამოსვლას ვეთანხმები. პენსია არა, სამსახური არა, ხელფასი არა, არაფერი არ არის. არაფერი არა ვართ ჩვენ ამ ქვეყანაზე. კარგი, ქვეყანაც არ არის დამოუკიდებელი თქვენ აზრით. კალბატონო, ტელევიზორში ნუ ტელეფონში მოусმინეთ ჩემს. კარგით. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო მერაბ. დიახ, გისმენთ. თუ საქართველოს რუსეთს მტრაც აღიქვამს, მაშინ 100-ჯერ და 1000-ჯერაც მეტი შეიარაღება რო გქონდეს რა აზრი აქვს, მაგრამ ხალხი თვითონ ითხოვს ჭკუილი. რომ ტიარს ითხოვს, ტანკების ხჭიალი უნდათ რო გაიგონონ იქ რა ქვია და ვის შესაშინებლად უნდა გავაკეთოთ ეს რა საინტერესოა. რომელ დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი? ჩვენ ვართ მართლა ყველაზე დამოუკიდებლები იმ განხრით, რომ სოფლიოში არაფერი არ არის ჩვენ ქვეყანაზე სამწუხაროდ დამოუკიდებული. რა შეიარაღება უნდა შევქმნათ ჩვენ? სულ ბოლოს ხვისახოცამდე და წინდამდის რომ გავხიდოთ ყველაფერი და იარაღი ავისხათ. განაც უმტერი იქნება რუსეთს ჩვენი მოერევით მას რა აზრი აქვს? კი, ქართველი მეომარია, ქართული სული ავღანეთშიც კარგად ჩანს, ერაყშიც ქართველი ბიჭები არავის უკან არ არიან პირიქით, მაგრამ როგორც ასეთი რომ საქართველოს დღეს ვინმე შეუტიოს რომელიმე მეზობელს ან სხვა ქვეყანას და რამე გამოგვიდეს თუნდაც 100-ჯერ მეტი შეიარაღებით ეს არის ზღაპარი და ამიტომ ნურჩ ქვეყანას მოვატყუებთ ნურჩ იმ პატარა ბავშვებს რომელსაც დღეს უხარო და ნუ მოვაკლებთ იმ რაღაცა ფულს და ნუ ჩავყრით იმ ჯარში რომელიც მაქსიმუმ 15 წუთი და ერთი დღე თუ შეაკავებს სამწუხაროდ თუ წერი შემოგვესია კარგით, ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებათ. მოკლედ, შეგახსენებთ ჩვენ შეკითხვას, რამდენად გრძნობთ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ და მეორე, თქვენი აზრით, რამდენად მოგეწონათ უბრალოდ თქვენ ის ფორმა, რა ფორმითაც აღინიშნება დღეს დამოუკიდებლობის დღე. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, მერაბ. დიახ, გისმენთ. დამოუკიდებელი როგორ ახლა, როდესაც სახში გიდევს რაღაც 2 კაპიკი და იმას რომ გაგინახევრებენ, არიფივით ჩაგარწავენ და ამში და იგივე არ არის? როგორ ახარ? კარგი ბატონო. შენ საკუთარ ფულს გასაგებია. თქვენი აზრით გასაგებია, კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. როგორ შეიძლება იყოს ნუსმეთ, კალბატონ, ტელევიზორს სხვა ჩაუწიეთ. დამოუკიდებელ ქვეყანაში. როგორ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ისეთ ქვეყანაში, სადაც
ადამიანები არიან გაღატაკებული, უუფლებანი და როგორ გითხრათ, აი წარმოუდგენელი ამბავია. და ეს ფული რაც მაგათ დახარჯეს ამ საბჭოთა გადმონაშთურ გართობებში, მოეხმაროთ იმ საწოდავი ბავშვებისთვის შიმშილით რო ყვდებიან. კი ბატონო, ანუ ერთ თქვენ გრძნობთ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ. გასაგებია, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. მაშინ გაგიმეორებთ ტელეფონის ნომრებს 229-139-139. შეკითხვა არის ასეთი, რამდენად გრძნობთ თავს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ და რამდენად მოგეწონათ ის ფორმა, რა ფორმითაც დღეს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ბატონო მერა. გისმენთ. თავს დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ გრძნობთ. ჯერ უბრალოდ ის რო ავიღოთ, ფულის კი არა გვაქვს ჩვენ ესე გაბატონებული საკუთარი. მე კიდევ რა გვაქვს, ლარი ხო გვაქვს? ბატონო? ლარი ხო გვაქვს? ლარი გვაქვს, მაგრამ ის ლარის რაზეა დამოკიდებული? მაინც დოლარზეა დამოკიდებული. ასე ახლა ხო ბევრი ვალუტაა დოლარზე დამოკიდებული. როგორ არის დამოკიდებული? იმის თამაშს უყურებთ, აიწევს და ფულიც ასე გვაქვს ჩვენ და ის რასაც გვაქვს კიდე ნახევარი კიდე რამდენ ვინმეს ვინახავთ. იარონ კარგი მანქანებით, ბენზინი ჩაისხარ, ტელეფონი მუქთი ჰქონდეთ, რაღაცა საწყალი მიზერულ ხელფას ვიღებ და ნახევარი ის დაკავებები მიდის და ადრე მაინც რაღაცას რო გვიკავებდნენ 10% თუ რაღაცას პროფკავშირები მაინც გვასვენებდნენ სანატორიუმში გვაგზავნიდნენ რაღაცა იყო და ეხლა მარტო მათ შესანახად არის ჩვენი ფული და თანაც კიდევ რანაირ დამოუკიდებლები ვართ ევროპის ყველა ქვეყანა თუ რაღაცას ისე ვერ გავაკეთებთ თიც გვიქნევს ამერიკა თიც გვიქნევს არა თიც არ გვიქნევს ბატონო რატომღაც ეს არასწორად აღიქვება ჩვენთან ჩვენ ვეხვეწებით მათ რომ მიგვიღეთ ნატოშიო და მიგვიღეთ ევროკავშირშიო და ისინი გვეუბნებიან თუ გინდათ რომ მიგიღოთ მაშინ ეს გააკეთეთო თორე თუ არ შევეხვეწებით მიგვიღეთო არც არავინ არ დაგვაძალებს არაფერს ჩვენ ვიგვეკითხება ამიტომ ეს რატო არის ესე დამოკიდებულება რომ რაღაცას ვკარნახობთ არავინ არ ვკარნახობს ჩვენ ვეუბნებით რომ გვინდა ისინი გვეუბნებიან თუ გინდათ აგერ ბატონო ეს პირობები შეასრულეთო სულ ეს არის